ევროკავშირთან ვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის საკითხები დღეს ხორთიარდ მერიოდში განიხილეს. შეხვედრა ფონდღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირთან ვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გარდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებაც გაიზიარეს. The Eastern Partnership was launched and this is extremely important because დღევანდელი შეხვედრის მიზანია განვიხილოთ ის გამოცდილება, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაგროვდა ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებმა უკვე გაიარეს ის გზა, რაც საქართველოს უნდა გაიაროს, ეს არის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ამ ეტაპზე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მხრიდან, რაც გულისხმობს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმის გადმოცემა, შესაბამისად ის გამოცდილება, რაც ამ კუთხით დააგროვა და მისი შესრულების, ამ დოკუმენტის შესრულების კუთხით დააგროვა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვიზებთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირის შორის ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ გვაქვს ვიზა ფასილიტაციის შეთანხმება. ახლა ვიმყოფებით დიალოგში ევროკავშირთან, ველოდებით იმას, რომ წლის ბოლოს იქნება საქართველოში ევროკომისიის ვიზიტი, რომლის შედეგად იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენა ჩვენთვის და ამის მერე უკვე საქართველო გადავა იმ რეჟიმში, როდესაც მას მოუწევს აი ამ გეგმის შესრულება, ინტენსიური სამუშაოს ჩატარება.